კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხომას გახსნილად ვაცხადებთ. დღეს ჩვენ გვაქვს უკვე მეორე ხტომა დღის განმავლობაში. ეს საკითხი დღევანდელი ამჟამად ამ ხტომის განსახილველი დღის წესრიგი გახლავთ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. როგორც თქვენ ცნობილია, ჩვენ კომიტეტი დატოვა ჩემმა პირველმა მოადგილემ ბატონმა ირაკლი შატაკიშვილმა, რომელმაც საგარეო კომიტეტში გადაინაცვლა პარლამენტის ანალოგიურ თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე. მინდა მას წარმატებები უსურვო ახალ პოზიციაზე საქმიანობის. ირაკლი არის გამორჩეული პიროვნება, გუნდის ერთგული წევრი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ასევე იქნება წარმატებული მისი ახალი ამპლუიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენს კომიტეტს, მე მინდა შემოგთავაზოთ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბატონი აკაკი ალადაშვილის კანდიდატურა. აკაკი ამჟამად იკავებს მოადგილის პოზიციას. ის არის გამორჩეული წევრი ჩვენი გუნდის, არის პროფესიონალი თავის საქმის. მოკლედ გეტყვით, მან მაინც შეგახსენებთ 1995-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაასრულა. შემდგომ მან სწავლა გააგრძელა გერმანიაში და ახლა მოგახსენებთ 2006 წელს დაამთავრა ალბერტ ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტი გერმანიაში ქალაქ ფრაიბურგში იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. ასევე გავლილი აქვს ბატონ აკაკის 2006-2008 წლებში სტაჟირება ფრაიბურგის საოლქო სასამართლოში და პროკურატურაში და მერის იურიდიულ განყოფილებაში. ყავს მეუღლე და 3 შვილი. არის კიდევ ერთხელ თავისი ქვეყნის პატრიოტი, გუნდის ერთგული წევრი, პროფესიონალი და მე მადვარ დარწმუნებული, რომ მისი ყველა ეს ცოდნა და გამოცდილება ძალიან წაადგება ჩვენს კომიტეტს შემდგომ საქმიანობაში, ასე რომ ჩვენ დღის წესრიგის საკითხის გახლავთ სწორედ ბატონი აკაკი ალადაშვილის არჩევა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები თუ არა გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ კი ბატონო, მაშინ მაქვს შემოთავაზება დავაყენოთ კენჭისყრაზე პირდაპირ საკითხი ბატონი აკაკის არჩევასთან დაკავშირებით. ვინ არის მომხრე? კი ბატონო, ყველა მომხრეა, მიღებულია ერთხმად. გილოცავთ ახალ პოზიციას ბატონო აკაკი, გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ რომ თქვენი საქმიანობა იყოს ნაყოფიერი, როგორც პარლამენტისთვის, ასევე რა თქმა უნდა კომიტეტისთვის და შესაბამისად ქვეყნისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის წარმატებები, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე თქვენ სამსახურებრივ საქმიანობაში. კი ბატონო, მეგობრებო, თუ სხვა საკითხზე და სხვა მოსაზრება არ გაგვაჩნია, მაშინ დღევანდელი ხტომა შეგვიძლია დახურულად ჩავთვალოთ და კარგად გზავნებთ.